აგვისტოს 5 დღე 1 საათი გრანდიოზულ პრემიერამდე ბოლოს ამზადისი დასრულებულია ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენებამდე ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა. რენი ჰარლინი, ენდი გარსია და სხვები აცხადებენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მიიღებს ფილმს ქართველი მაყურებელი. სპეციალურ პრესკონფერენციაზე კითხვა რეჟისორს თამთა სანიკიძემაც დაუსვა, ის ახლა პირდაპირ ეთერშია, თამთა გისმენთ. დიახ თამარ, სანამ უშუალოდ პრესკონფერენციაზე დავიწყებდეთ საუბარს, და გეტყვით, რომ რედისონიდან უკვე შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ემზადებიან იმისათვის, რომ გადაინაცვლონ კინო რუსთაველში, ანუ იქ, სადაც საზეიმო მიღება და შემდეგ უკვე აგვისტოს 5 დღის პირველი ქართული საპრემიერო ჩვენება გაიმართება. საკუთარ ნომერში ემზადება შერონ სტოუნიც და ის ამ დროისთვის თმას ივარცხნის, მის ვარცხნილობაზე იზრუნებს ქართული სტილისტი მიშა გასიტაშვილი. სულ რამდენიმე წუთში კი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ამა ფილმის ერთ-ერთი ქართველი პროდიუსერი ბატონი კობა ნაყოფია, რომელიც ჯერ ჩვენს პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება. ბატონო კობა, მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობა, რომ ამ დროს გამონახეთ რამდენიმე წუთი ჩვენთან სასაუბროთ. მე ვიცი, რომ თქვენ რამდენიმე წუთში უნდა ავბრძანდეთ შერონ სტოუნთან და საჩუქარსაც უმზადებთ მას. მაინტერესებს, რომ მოგვიყვეთ, რა საჩუქარი იქნება და პირისპირ შეხვედრის შესახებ. დიახ, მე აქ მარტო არა ვარ მოსული ვარ ჩემი ოჯახის წევრებთან, ჩემს მეუღლესთან, ვაჟიშვილთან, ჩემს ძალთან, ჩემს ქალიშვილთან ერთად. ვაპირებთ რამოდენიმე წუთში ავიდეთ შერონ სტოუნთან. ჩვენ ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო, უბრალოდ ეს არის პატარა, ასე ვთქვათ, შეხვედრა ჩემს ოჯახთან ერთად, მასთან. რასაკვირველია, ჩვენ ნამდვილად მოუმზადეთ მას რაღაც საჩუქრები, არის ისეთი, რასაც ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, ქართული ნაციონალური საჩუქარიც არის. ეს არის ზარაფხანის მიერ დამზადებული მცხეთის კოლექციიდან საიუველირო ნაკეთობები. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მოეწონება და ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობს ჩვენი ასე ვთქვათ ნაციონალური საიუველირო ნაწარმის პოპულარიზაციას. მეორე მხრივ და თვითონაც მოეწონება, იმედი მაქვს ამისი. შემდეგ ჩვენ ასეთი პატარა შეხვედრა გვაქვს ენდი გარსიასთან და მე ყველანი ერთად აქედან დავიძრებით, მივალთ რუსთაველის კინოთეატრთან. ჩვენი სტუმრები გაივლიან და ალბათ ჩვენც მათთან ერთად გავივლით წითელ ხარლიჩაზე და დაიწყება უკვე ფილმის პრემიერა, რომელსაც დიდი ხანია ელოდება ქართული მაყურებელი და ველოდებით ყველანი ჩვენ. შერონ სტოუნი ვის გვერდით გაივლის წითელ ხარლიჩაზე? ალბათ პირველ რიგში გაივლიან წითელ ხარლიჩაზე ფილმში მონაწილე მსახიობები, რენი ჰარლინთან ერთად, ენდი გარსიასთან ერთად და შემდეგ უკვე შერონ სტოუნი თავის მეგობრებთან ერთად. ბატონო კობა, ძალიან შეზღუდული არის ჟურნალისტებთან მუშაობა, ანუ შერონ სტოუნის მხრიდან ჩვენ არც კი მიგვაკარეს მას, მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოვახერხეთ სამწუხაროდ. თქვენ ამ 2 დღის განმავლობაში მის გვერდით ხართ სულ, ანუ დაყვებით იგივე ძველი თბილისში, რომელიც მან დაათვალიერა. მაინტერესებს შთაბეჭდილებები, რა შთაბეჭდილებები დარჩა შერონ სტოუნს საქართველოში? მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებულია საქართველოში. პირველ რიგში მან ხაზი გაუსვა სტუმართ მასპინძლობას და ამ დიდ კულტურასაც მართლა ქართველებს გაგვაჩნია და გვაქვს. პირველივე წუთიდან ეს მან დაინახა. გუშინ როგორც იცით, გახდათ კოპალაში. იქ ქონდა მასთან ვახშამი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოეწონა ქართული კერძები. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ხوارინებებდა ის დღეს დავუშვათ რაღაც ევროპულ კერძებს, მაგრამ მაგან კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა, რომ თქვენ ისეთი დიდარი სამზარეულო გაქვთ, რომ მე სხვა რესტორანში შემსვლელი არა ვარო. დღესაც თქვენ ნახეთ, რომ თვითონ აინტერესებდა არქიტექტურა, პირველ რიგში აინტერესებდა და დაინტერესდა ქართული ეკლესიით და მოინახულა. And I said, can we have some? That was right. ცოტახნით ჩამოვიდა და ჩვენ ვთქვარით, რომ თუ მას სურვილი ექნა, ამის შესაძლებლობა ჩვენ ყოველთვის მივცემთ და ძალიან გაგვიხარდება და ჩვენთვის ძალიან სასურველი სტუმარია.
ნაყოფია აგვისტოს 5 დღის ქართველი პროდიუსერი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში უკვე გადაინაცვლებს სასტუმრო რედისონის ზედა სართულზე და შეხვდება პირადად ჰოლივუდის ვარსკვლავ შერონ სტოუნს. რაც შეეხება პრესკონფერენციას, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრესკონფერენცია სასტუმრო რედისონში. შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი შეხვდა ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხი. ბუნებრივია, ყველაზე ვრცელი გამოსვლა ჰქონდა რენი ჰარლინს, მათ შორის იყო ემოციურიც, იმიტომ რომ ორჯერ რენი ჰარლინს წამოვიდა თვალიდან ცრემლი. პირველად მაშინ, როდესაც მან გაიხსენა ფინეთი, საკუთარი სამშობლო ქვეყანა, რომელიც არის პატარა 5 მილიონი ადამიანი დასახლებული და რომელსაც ასევე ბრძოლა აქვს გადატანილი, როგორც ის აცხადებს. ამ ბრძოლაში მისი წინაპრებიც იბრძოდნენ და სწორედ აი ამ დროს ემოციები ვერ შეიკავა რენი ჰარლინმა. უკვე მეორედ მან ცრემლები წამოვიდა მაშინ, როდესაც ფილმის ერთ-ერთ ბატალურ სცენას იხსენებდა, რომელსაც ქალაქ გორში იღებდნენ. ზოგადად რენი ჰარლინი საკუთარი ნამუშევრით არის კმაყოფილი და აცხადებს, რომ ეს არის ფილმი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მის შემოქმედებაში, რომელიც 15-მდე ნამუშევარს ითვლის. ეს იქნება პირველი ბლოკბასტერი ომის დრამაზე გადაღებული ფილმი რენი ჰარლინის შემოქმედებაში. ასევე ჩვენ საშუალება გვქონდა, რომ კითხვა დაგვესვა ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებისთვის, ენდი გარსიასთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს განასახიერებს აგვისტოს 5 დღეში. ჩვენ მას ვკითხეთ, გაეხსენებინა თუ რა ემოციების გადმოცემას ცდილობდა ის მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის როლს ირგებდა, როგორც ენდი გარსია აცხადებს, სამ ფილმში გამოხატავს არა ერთი კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის, არამედ მსოფლიო მოქალაქის პოზიციას, რომელსაც სურს, რომ ყველა ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და იქ არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, არავის ვიცნობდი. ძალიან მინდოდა შევხვედოდი ქართველ პოლიტიკოსებს, რადგან მაინტერესებდა მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით. მე წარმოშობით ფინეთიდან ვარ. ფინეთი 5 მილიონიანი ქვეყანა, მას ძალიან ბევრი ომი აქვს გადატანილი, ასე რომ საქართველოს ისტორია ჩემთვის ახლო იყო. მე ქართველების სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველებს ულამაზესი ქალები ყავთ, მათ საოცარი ხასიათი და გული აქვთ. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. ჩემს პრაქტიკაში პირველად ხდება, როცა ფილმს აუდიტორიასთან ერთად ვუყურებ. ჩემს პოლიტიკურ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე მსოფლიო მოქალაქე ვარ და პატივსცემ ყველა ინდივიდსა და მათ უფლებებს. იქნება ეს საქართველოში, კუბაში თუ შეერთებულ შტატებში. მე აქ მსახიობის ამპულაში ვარ ჩამოსული. მე აბსოლუტური თავისუფლების ბჟერა. დიახ, როგორც კი პრესკონფერენცია დასრულდა, ამის შემდეგ უკვე შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი გავიდა დარბაზიდან, დარჩა მხოლოდ რენი ჰარლინი, რომელმაც არც ერთ საკუთარ ქართულ თაყვანის მიცემელს არ დაწყვიტა გული, ის დარჩა დარბაზში ბოლომდე და ყველა მსურველთან გადაიღო ფოტო და არიგა ავტოგრაფებიც. ის იყო საკმაოდ მხიარული და ამბობდა, რომ ეს დღე არის განსაკუთრებულად ბედნიერი მისთვის, რადგან ჩამოვიდა აქ 2009 წლის შემდეგ საქართველოში და ახლა პირადად ნახავს უკვე ქართულ მაყურებელთან ერთად ეკრანზე აგვისტოს 5 დღის პირველ ქართულ საპრემიერო ჩვენებას, როგორც ის აცხადებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ჩვენებას. თქვენ იცით, რომ ვალენსიაში, ესპანეთში შედგა ამ ფილმის პრემიერა 2 თვის წინ, რამდენიმე კვირის წინ ის აჩვენეს კიდეც კანის კინოფესტივალის ფარგლებში ბაზრობაზეც, თუმცა როგორც აცხადებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს მას თბილისში, რადგან ასეულობით ქართველმა უნდა შეაფასოს მისი ნამუშევარი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჯერ ისევ სასტუმრო რედისონში რჩება ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი, რომელიც ძველი თბილისის დათვალიერების შემდეგ დაახლოებით საათნახევრის წინ აქ სასტუმრო რედისონში მოვიდა და იმედის გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა, რომ ერთი კადრი გადაეღო და მისი შესვლა დაეფიქსირებინა. ახლა რენი ჰარლინი ახლა ჰოლივუდის ვარსკვლავი ზრუნავს საკუთარ ვარცხლობაზე, რის შემდეგაც უკვე ის ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრთან ერთად ჩამოვა და მანქანების ესკორტით გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე და გაივლის წითელ ხალიჩაზე, რომელიც კინო რუსთაველის წინ არის დაგებული. თამარ, საგანგებო მზადება პრემიერისთვის და საინტერესო დეტალები, ეს იყო თამთა ნიკიძე, დიდი მადლობა. რუსთაველის კინოთეატრში სტუმრებმა მისვლა უკვე დაიწყო სპეციალურად გაშლილ წითელ ხალიჩაზე, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ჩაივლეს. ფილმის პირველ ჩვენებას 400 სტუმარი დაესწრება. კინოთეატრში ნაკანი მამასახლის სტუდიის ფოტოექსპოზიცია ემართება. სტუმრები კინოს გადაღებისას დაფიქსირებულ მომენტებს შამპანიურის თანხლებით დაათვალიერებენ. ლიკა ბერაია საუბრობს პირდაპირ ეთერში. ლიკა, რა ხდება ამ მომენტისთვის ადგილზე? ამ მომენტისთვის რუსთაველის გამზირზე არის სრული მზადყოფნა ამერიკული გადამღები ჯგუფი, რომელმაც 3 წლის წინანდელი რუსულ-ქართული ომის ამსახველი ფილმი გადაიღო. სულ ცოტა ხანში უნდა გამოჩნდეს რუსთაველის გამზირზე და ამისთვის უამრავი ადამიანი არის აქ შეკრებილი, რომელიც ელოდება ამერიკული გადამღები ჯგუფის გამოჩენას რუსთაველზე. ყველაფერი მზად არის, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული, გადაკეტილია რუსთაველის გამზირის ეს მონაკვეთი, სადაც კინოთეატრი რუსთაველი მდებარეობს. ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი, უამრავი ადამიანი
ცერემონია შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, რომლებსაც სურთ რომ აქ ნახონ ენდი გარსია, რენი ჰარლინი და ჰოლივუდელი ვარსკვლავები, ადამიანები, რომლებმაც ეს ფილმი გადაიღეს. სტუმრები თავდაპირველად გაივლიან წითელ ხალიჩაზე, რომელიც უკვე მზად არის, ხოლო ამის შემდეგ საზეიმო მიღების ცერემონიალი იქნება და უკვე 6 საათისთვის დაიწყება ფილმის პირველი ქართული პრემიერა რუსთაველის კინოთეატრის პირველ დარბაზში, რომელსაც დაესწრებიან ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთად ფილმში მონაწილე ქართველი მსახიობებიც. ხოლო ამ პრემიერის დაწყებამდე ამერიკულ გადამღებ ჯგუფს საშუალება ექნება კინოთეატრ რუსთაველის ფოიეში ნახოს და ათვალიერონ ფოტოები, რომლებიც აგვისტოს 5 დღის ფილმზე მუშაობის პროცესს ასახავს და ასევე დააგემოვნონ შამპანიური. რენი ჰარლინის, ენდი გარსიას და სხვა ამერიკელი მსახიობების გარდა, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობდნენ და რომლებმაც შექმნეს ეს ფილმი, პრემიერას დაესწრება შერონ სტოუნიც, ვარსკვლავი სწორედ ამ ფილმის ბლოკბასტერის ქართულ პრემიერაზე დასასწრებად საკუთარი სურვილით ჩამოვიდა თბილისში, სპეციალურად ამ ფილმზე დასასწრებად. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ისინი აცხადებენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ რუსთაველის გამზირზე პირადად ნახონ ამერიკული გადამღები ჯგუფი, მანამ სანამ ისინი თავად ამ ფილმს იხილავენ. თითქმის 1 საათია ვდგავარ აქ, ველოდები ენდი გარსიას და შერონ სტოუნს, იმიტომ რომ მათი ძალიან თაყვანისმცემელი უკვე დიდი ხანია და იმედი მაქვს, რომ შორდერ მაინც დავინახავ, საინტერესო ფოტოებს გადავიღებ და აი მოლდინში ვარ და ძალიან მიხარია. რამოდენიმე ხანია აქ ვდგავარ, ველოდები ჩემს საყვარელ მსახიობებს, გადავიღებ სურათებს და შემდეგ აუცილებლად თუ მოვახერხე წავალ ფილმს. ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნოა, აი საქართველო როგორ წინ მიდის, რას ეხისა, ხო? ესეც ხო რაღაც კი არა, ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენთვის და რაც თავარი აი ფილმის, რასაც აგვისტოში ხო, აი რაც მოხდა ეს ყველაფერი რო აღბეჭდა, თან არა ჩვენმა მემამულემ, ვისაც მართლა გული შესტკივა, ხო? აი ეს არის ალბათ ფენომენალური რაღაცა. დიახ და სულ რამდენიმე წუთი რჩება საზეიმო მიღების დაწყებამდე მე ოპერატორს ვთხოვ კადრში გაჩვენოთ თუ რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე. გაშლილია წითელი ხალიჩა, თქვენ ხედავთ, სადაც სტუმრები, მოწვეული სტუმრები პრემიერაზე დასასწრებად გაივლიან. უკვე მოვიდნენ ძირითადი ნაწილი სტუმრების, მთავრობის წარმომადგენლები, მსახიობები, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური მიღების ცერემონია არ დაწყებულა. პრემიერის სტუმრები გაივლიან წითელ ხალიჩაზე და ზუსტად 6 საათზე კინოთეატრ რუსთაველის პირველ დარბაზში უკვე უნდა დაიწყოს ფილმის პრემიერა. საპრემიერო ჩვენების შემდეგ კი სტუმრები რუსთაველის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც ბიზნეს ასოციაციის სახელით საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება. მზადება არის რუსთაველის თეატრშიც 7000 ვარდი, შანდლები და სარკეებით არის გაფორმებული ეს დარბაზი, თუმცა მანამდე პრემიერა უნდა შედგეს კინოთეატრ რუსთაველში და ძალიან ცოტა დრო რჩება, ვიდრე რუსთაველის გამზირზე ენდი გარსია, რენი ჰარლინი და ამერიკული გადამღები ჯგუფი გამოჩნდება. ვიკა ბერაია საუბრობდა კინოთეატრ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც პრემიერისთვის მზადება პრაქტიკულად დასრულებულია. საქართველოზე ფილმის ნახვამდე შერონ სტოუნმა ძველი თბილისი დაათვალიერა, შევიდა მეტეხის ეკლესიაში, შემდეგ კი შარდენის ქუჩაზე გაიარა, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშების მაღაზიით დაინტერესდა. სუპერვარსკვლავი თბილისურმა აივნებმა და ძველებურმა ხალიჩებმა ასევე თბილისის არქიტექტურამ მოხიბლა. იმყოფებოდა აბანოთუბანში და კონკასთან დაათვალიერა გაბრიაძის თოჯინების მუზეუმის განახლებული საათი, ფოტოები გადაიღო შემხოდრ ბავშვებთან და თბილად მიესალმა გავლენებს. რა უქნა, გეფოტოები მითხარი, რა უქნა რა. One restaurant in Georgia. Go to this. It's a little girl.
Самая красивая. Подойдите. Quick. Get back here. Улыбайся тоже. Okay, that's fine. Ой, не надо. What are you doing? You're crazy, girl. შერონ სტოუნი პროდიუსერებთან ერთად პრეზიდენტის სასახლესაც სტუმრობდა. ჰოლივუდელ ვარსკვლავს პირადად პრეზიდენტმა უმასპინძლა. მიხაილ სააკაშვილი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას პასპინძლობდა, როდესაც მათ სუპერ ვარსკვლავით შეუერთდა. სააკაშვილმა შერონ სტოუნს და კონგრესმენ დეივიდ დრეიერს ძველი ქალაქის ხედები დაათვალიერებინა და თბილისის ისტორიას მოუყვა. შემდეგ სააკაშვილმა სუპერ ვარსკვლავს პრეზიდენტის სასახლეს მოენახულებინა. შერონ სტოუნი პრეზიდენტის მისაღებში გამოფენილი ფოტოებით, პრეზიდენტის შვილებით და ქვეყანაში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა. მსახიობის დიდი ინტერესის გამო პრეზიდენტის დახმარებით სტოუნმა სასახლის ცენტრალურ თაღზე ასვლაც გავედა და დედაქალაქის ხედები იქიდან დაათვალიერა. საღამო მშვიდობისა, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. უძველესი ადგილებია. ეს კედელი მე-19 საუკუნით თარიღდება. ეკლესიაც მე-9 საუკუნეში ააშენებდა. თვითონ ძველი ქალაქი კი მე-16, მე-17 საუკუნეებიდან არსებობს. ხიდი ახლახან ავაშენეთ. ამ ადგილას ახლა ძალიან ბევრი ახალი შენობაა. ხორციელდება ახალი პროექტებიც. ეს სასახლეც ახალია. მოდით სურათს გადაგიღებთ. ამ ხედის ფონზე ძალიან კარგი ფოტო გამოვა. ეს არის ენდი გარსია გადაღებების დროს ჩემს სამუშაო ოთახში. შვენიერია. ეს კი ჯორჯ ბუშია, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა. ეს ჩემი პატარა შვილია, 5 წლის არის. სამხედრო კარავი აქვს და იქ იძინებს ხოლმე. ღმერთო ჩემო, ძალიან საყვარელია. ეს ახალი დელფინარიუმია. ჩვენ ზღვისპირა ქალაქში ძალიან ჭკვიანი დელფინები არიან. უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. რა საოცრებაა. ეს არის ქალისა და მამაკაცის მოძრავი სხეული, რომლებიც რაღაც მომენტში ერთ სხეულად გარდაიქმნებიან და შემდეგ ისევ ერთმანეთს შორდებიან. ღმერთო, რა ლამაზია. ეს არის ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა. ეს ქალაქი აქედან 2 საათის სავალგზაზია. ეს კი მთავრობის სახლია. ეს სვანეთია, სადაც ახალი აეროპორტი და სამთო სათხილამურო კურორტი გავხსენი. იქ თოვლის ზაფხულშიც კი მოდის. სანაპიროდან მხოლოდ საათნახევარის სავალი მანძილია. ამ ადგილას არ დადგეთ, ძალიან საშიშია. ნამდვილად საშიშად გამოიყურება. მოდით მაინც დაგაყენებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ცეკვაც კი შეიძლება.
haven't been doing this when it's going to What was this? When did you finish this? საპრემიერო ჩვენების შემდეგ სტუმრები რუსთაველის თეატრის მეჯლისების დარბაზში გადაინაცვლებენ. ბიზნეს ასოციაციის სახელით საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება. სპეციალურ საქველმოქმედო მიღებაზე 140 სტუმრისთვის სიმღერებს სოფო ნიჟარაძე დაუკრავს. ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით და შესრულდება ხალხური სიმღერები. საქველმოქმედო ვახშმი და შემოსული თანხა ომში დაღუპულთა და მდევნულთა ოჯახებს გადაეცემათ. რუსთაველის თეატრის დარბაზი საგანგებოდაა მომზადებული, და საღამოს თეატრში ეკვადორიდან ჩამოტანილი 7,000 წითელი და ნარინჯისფერი ვარდი მიიტანეს. იშვიათი ვარდებით გააფორმეს დარბაზში განთავსებული 25 მაგიდაც. მენიუ გუსტებულია, 5 კერძი იქნება, ღვინოთ სათანადოდ შეარჩია, იქნება თეთრი, მარნის მწვანე და წითელი ღვინო ხორცთან, კონჭო და კომპანიის special reserve-ის წითელი საფერავი. და ახლა უკვე ფრანგი მზარეული ალან პასარი უკვე ამზადებს და ჩვენ აქ ვემზადები და ზუსტად ალბათ რაღაც 9 საათში მოვა და უკვე აქედან დავიწყებთ უკვე შემდგომ მზადებას. რამდენად მრავალფეროვანია რა სახეობაა? მენიუ ძალიან მრავალფეროვანია, გამოიყენა ადგილობრივი ბოსტნეული, ყველაფერი რაც გუშინ იყო ბაზარში, რაც მოიწია, რაც მოეწონა, თევზი, ხბო და მე მგონი ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება და სურპრიზებიც ასწავლე. დესერტი რა თქმა უნდა იქნება, ფრანგული კლასიკური კრემ-ბრულე და მე მგონი ყველა კმაყოფილი დარჩება. პრემიერაზე დასასწრებად ჰოლივუდის ვარსკვლავები თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. რენი ჰარლინი, ენდი გარსია, რიჩარდ კოილი, ჯიმ კეინი, ჯონათან საიკი და ჰენეს კრენერი საქართველოში გამთენიისას ჩამოფრინდნენ და რეჟისორი და მსახიობები აცხადებენ, რომ მათ განსაკუთრებულად უყვართ საქართველო და პრემიერის წინ ცოტას ღელავენ კიდეც. ფილმის რეჟისორი რენი ჰარლინი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე უხლებზე დადგა და საქართველოს მიწას აკოცა. საქართველოდან მდიდარი მოგონებები და გამოცდილება დამრჩა. შევიძინე დიდი მეგობრები და შევქმნით შესანიშნავი ფილმი. ეს სურათი მშვიდობის და თავისუფლების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფასეულობებს ქართულ ხალხთან ერთად ვიზიარებთ. ხანგრძლივი მგზავრობა გქონდა ლოს-ანჯელესიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ბედნიერი ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. ამ ფილმზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდი და დადგა ეს დრო, როცა ჩამოვედი ამ განსაკუთრებული ღონისძიებისათვის. ძალიან მღელავ. დილიდან დაგეგმილია ღონისძიებები, გვექნება პრემიერა და დიდი წვეულება. ორშაბათს კი ლონდონში მივემგზავრებით, სადაც ასევე პრემიერა გაიმართება. ვისურვებდი აქ უფრო დიდხანს დარჩენას, რადგან ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. საქართველოს ჩემთვის მეორე სამშობლოა. მიხარია რომ დავბრუნდი საქართველოში. ჩემთვის ამაღელვებელია იმ ხალხთან ერთად ვუყურო ფილმს, რომლებმაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს. მე თან ჩამოვიტანე ფილმის პერსონაჟის რეკვიზიტი. ეს კაპიტან არღულიანის პირადობის დამადასტურებელია. გარდა ამისა, ყველაფერი, რაც კი ამ ფილმს უკავშირდება, ჩემზე ემოციური კუთხით მოქმედებს. ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ამ სურათის პრემიერას. ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ რენიმ 2 დღის წინ მითხრა აქ ჩამოსვლის გეგმებზე და შემომთავაზა მასთან ერთად წამოსულიყავი. ჩემთვის დიდი პატივია ვიამბო, რომ ქართულ მიწას. აქ ბევრი მეგობარი და გამოცდილება შევიძინე. იმედი მაქვს ეს სურათი შეცვლის ვითარებას და ძალადობას სხვა ჭრილში დაანახებს მაყურებელს.